სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, დედანო, ძმანო და დანო. ყველას გილოცავთ წმინდა და დიდი ორმოცის მეოთხე კვირას, რომელშიც აღვასრულებთ ხსენებას ღირსი და ღმერთშემოსილი მამის იოანე სინელის, კიბის აღმწერელის. კიდევ მას ვუწოდებთ კლემაქს და ეგ სახელდებაც მომდინარეობს ზუსტად ესეთი კიბისაგან, ანუ კიბე აღსავალი ზეცისკენ, რომელიც ამ ღირსმა და ღმერთშემოსილმა მამამ აღწერა როგორც სულიერი სათნოებანი საფეხურები ადამიანის სულიერი აღსვლისა ზეცისკენ. და ის რაზედაც თავიდან იწყებს ღირსი მამა საუბარს, პირველი მისი სიტყვები, მუხლები, სწავლისანი ეხება სარწმუნოებას, ეხება ადამიანის რწმენას, ანუ დოგმატურ სწავლებას წმინდა ეკლესიისა. დღევანდელი დღის სახარება ჩვენ მოგვითხრობდა იმ ისტორიას, რომელიც აღწერა თავის სახარებაში წმინდა მარკოს მახარებელმა. თხრობა შეეხებოდა განკურნებას ახალგაზრდა ადამიანის, ყმაწვილის. სავარაუდოდ ასაკი ამ ახალგაზრდისა ყრმის თუ იყო ჭაბუკის, უпростоრად ალბათ ყმაწვილობისა და სიჭაბუკეში გარდამავალი ადამიანის 14-დან 16 წლამდე დაახლოებით. ანუ ასაკი, როდესაც ყმაწვილი გადადის სიჭაბუკეში და სიჭაბუკიდან მერე უნდა გადავიდეს კაცობაში. ასაკი, რომელსაც დიდი იმედით განსაკუთრებული სინაზით შეყურებს შობელი. რამე თუ ადამიანი ფორმირდება, მისი გარეგნული სახე, ფიზიკური მონაცემები და რაც მთავარია, მისი ხასიათი და თვისებები იძენენ სიმყარეს. ყველა შობლისათვის შვილის ეს ასაკი განსაკუთრებული
ჟამია. სხვა არის, როდესაც ბავშვია, მაშინ სხვა გრძნობებია. მაგრამ აი ეს ასაკი ჩამოყალიბებისა უკვე მშობლისათვის არის მაჩვენებელი, აი როგორი იქნება მისი შვილი. მოლოდინებია მშობლის. ის საკუთარ თავსაც ხედავს თავის შვილში. ფიქრობს იმაზე, თუ წარსულმა წლებმა რა გავლენა მოახდინეს. სწორად წარიბართა თუ არა მშობლის ძალისხმევა. ელოდება, რომ შვილი, როგორც ვიტყვით, გაამართლებს იმედებს, გაახარებს მშობელს, იმედს მისცემს სიბერეში, რომ მოუტანს სიხარულს, გასწევს მსრულველობას მშობელზე. არ შელახავს სახელს თავისას და მშობლისას. და სხვა მრავალი რა იმედებსაც მშობლები და ჩვენ ზოგადად უფროსები ვამყარებთ ჩვენს შვილებზე და ახალგაზრდა თაობაზე. და ასეთი ასაკის იყო ეს ახალგაზრდა ჭაბუკი, რომელიც მამამ მიიყვანა ქრისტესთან და შეშჩივლა მას, რომ შენმა მოწაფეებმა ვერ შეძლეს მისი განკურნებაო. და მაცხოვარი ასეთ სიტყვებს ამბობს: ხოი ნათესავი ურწმუნო. და მამას უსვამს შეკითხვას, გწამს, რომ ეს არის შესაძლებელი მისი განკურნება. და მამა, რომელმაც ალბათ ბევრი რამ გამოსცადა, იმიტომ რომ რადგანაც ქრისტეს მოწაფეებთანაც ყავდა თავისი შვილი, ეს იმას ნიშნავს, რომ მან სხვებთანაც სცადა მიიყვანა, მაგრამ შედეგი არ მიიღო. და აი მამა უკვე დაღლილი, მაგრამ ძალიან სწორი შინაგანი განწყობით, ალბათ ჩამოუყალიბდა ეს განწყობა ამ ადამიანს ამ წუხარებაში და ტკივილში. მამა ეუბნება: წამს უფალო, შეეწიე ჩემს ურწმუნოებასო. ის ამბობს, რომ კი წამს, მაგრამ ამავ დროს ეს ჩემი სარწმუნოება მცირეც არის, ეჭვნარავიც არის. და მე ამას ვხედავ როგორც ჩემს ნაკლს. ხედავ როგორც წინაღობას. ჩემი თხოვნის აღსრულებისთვის. და ის ქრისტეს უწოდებს უფალს არა მხოლოდ იმ გაგებით, რომ თქვათ ის არის ბატონი, უფალი, ანუ მასზე აღმატებული არა. ქრისტეს აღმატებულობა ადამიანთა თვალში
იყო მხოლოდ ერთადერთი. ეს იყო მისი ღვთისაგან მონიჭებული ძალაუფლება. ქრისტეში არ ხედავდნენ თავარს ერისა, სამეფო საგვარეულოს ადამიანს ან დიდკაც, არა. ყველა მიცოდა, რომ ის იყო უბრალო ოჯახის. იოსებისა და მარიამის შვილი, ამ ოჯახის წარმომადგენელი, მაგრამ ამავ დროს ყველა მის წინაშე მუხს იდრეკდა, რამე თუ ხედავდა მასში წინასწარმეტყველს, მართალს, ღვთის კაცს, იმას, ვიც ღმერთის სახელითა და ძალით აღასრულებდა მრავალ სასწაულს. აი ამ აღიარებას აკეთებს მამა და ამბობს, რომ წამს, რომ ეს ძალუც ღმერთს, ძალგიც შენც, მაგრამ ჩემი სარწმუნოებაც მწირია, არ ყოფნის, რათა ჩემი სარწმუნოებით განიკურნოს ჩემი შვილი. ის აკეთებს აღიარებას. და აი მაშინ უკვე ამ აღიარების წილ რამე თუ მან ითხოვა შეეწიე ჩემს ურწმუნოებას, ქრისტე შეავსებს იმ ნაწილს, ასე ვთქვათ, სარწმუნოებისა, რომელიც აკლია ამ ადამიანს. ამიტომაც ძვირფასო ძმანო და დანო, ჩვენ უნდა ვიცოდეთ და მტკიცეთ გვწამდეს, რომ რწმენა ეს არის ღვთისაგან ჩვენთვის ბოძებული საჩუქარი. ეს არ არის ჩვენი დამსახურება, ჩვენ გონია თუ ვამბობთ, აი თქვა მრწამს. ეს ჩვენი კუთვნილება კი არ არის, მე მრწამს, ჩემი კი არ არის. ეს არის ღვთის ჯილდო მოცემული, საგანძური უფლისა, რომელიც ღვთის მადლით განხორციელდა ჩემს გულში, გონებაში და ღვთის მადლით იზრდება და მტკიცდება. და ვერავინ ვერ ვიტყვით ჩვენ, რატომ ვართ მორწმუნენი? და იმასაც ვერ ვიტყვით, მეორე ადამიანი რატოა ურწმუნო? ზუსტად იმიტომ, რომ აი ეს მადლი ღვთისა, სარწმუნოების გამღვიძებელი ადამიანის გულში აირეკლა ან არ შეეხო ადამიანის გულს.
და თუ ჩვენსას შეეხო და არ ავირეკლეთ, ეს წყალობა არის უფლისა. და ამ წყალობას და საჩუქარს, ამ მარგალიტს ჩვენ უნდა გაუფრთხილდეთ ძვირფასო ძმანო და დანო. და თუ ხედავთ რაღაცა ეჭვებს ჩვენ შიგნით, რომელიც არის მიმართული წმინდა წერილის საღვთისმეტყველო სწავლების ეკლესიის და წმინდა მამათა სწავლების მიმართებაში, აი აქ უნდა ვთქვათ, ბრწამს უფალო შეეწიე ურწმუნოებასა ჩემსა და განდევნე ყოველი ეჭვი ჩემი გულიდან. და აი მაშინ ქრისტე აღასრულებს სასწაულს. და ეს სასწაული დღევანდელ სახარების თხრობაში იყო განკურნება ჭაბუკისა, რომლისაგანაც გავიდა ბოროტის სული და ისე დასცა ბოროტმა სულმა, რომ თითქოს მკვდარი იყოვო ისა. ირგვლივ ყოფებს გარდაცვლილი მიაჩნდათ. ქრისტე მივიდა, ხელი მოჰკიდა და წამოაყენა. და აქაც გულისხმობთ ძვირფასო ძმანო და დანო, რომ ადგილს, რომელიც არ არის დაკავებული რწმენით, იმ ადგილს იკავებს ურწმუნოება და ურწმუნოებასთან ერთად ბოროტის სული. აი იოანე კლემაქსი ზუსტად ამას ამბობს, რომ ქრისტიანები არიანო ის ადამიანებიო, ვისაცო საქმით, სიტყვით და გონებით სწორად სწამთ წმინდა სამება და აღასრულებენო ღვთის მცნებებსო. ხოლო ურწმუნო არის ისო, ვიც მოუნათლავია, ასე ამბობს, და ვისაც არ წამს, რომ მარადისობის მომნიჭებელი და სულის მაცხოვნებელი ადამიანისა არის ღმერთიო. ხოლო ურჯულო არის ისო, ვინც ეწინააღმდეგება და მტრობს ღვთის სიტყვას, ან ასევე არის ერეტიკოსი, ანუ წვალებელი და არასწორად სწამს ღმერთი. აი ამაზე საუბრობს ღირსი მამამ თავისი სწავლების დასაწყისშივე. და უკვე ამის შემდგომ იწყებს საუბარს სულიერ აღმავლობაზე ადამიანისა ღმერთით, მაგრამ ღმერთისკენ.
მაგრამ იმ ადამიანისა, რომელსაც აქვს სწორი სარწმუნოება, ანუ სწამს წმინდა სამება, წამსის მიხედვით, აი ლოცვა, წამსი ყველამ ვიცით და ყოველდღიურად, ამიტომაც ვამბობთ ჩვენ მას. ერში თქვენ ამ ლოცვას კითხულობთ დღეში ერთხელ, დილის ლოცვისას. მაგრამ მონასტრებში ეს ლოცვა ითქმის მინიმუმ დღეში 3-ჯერ. შვაღამიანზე, სადილის ჟამზე და სერობაზე. და თუ სრულდება ლიტურგია, მაშინ ლიტურგიაზეც. იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ეკლესიის წევრებისათვის, სწორი სარწმუნოების აღიარება, რომ ეკლესია დღეში აი ამდენ გზის შეგვახსენებს ჩვენი წამსის ყველაზე მთავარ და არსობრივ საღვთისმეტყველო სწავლებას, დოგმატურ სწავლებას. და ქრისტეს დღევანდელი სიტყვაც ამგვარად ვითარდება. პირველი არის სწავლება საღვთისმეტყველო, რომელიც ეხება სარწმუნოებას. და შემდგომ უკვე ქრისტე თავის მოწაფეებთან საუბრობს და ეუბნება მათ, პროსტორად პასუხობს შეკითხვაზე, რომელიც დაუსვეს მოწაფეებმა, რატომ ჩვენ ვერ შევძელითო მათი განკურნება? აი აქ პასუხობს, რომ ესე ნათესავი განიდევნების ლოცვითა და მარხვითაო. აი ეს არის უკვე სულიერი სწავლება. ანუ ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი სიბრძნით ახსავსე მაგალითი წმინდა წერილისა, სადაც მოცემულია სწავლება საჭირო სულის მკურნალობისათვის, სულის იჯანსახისათვის და მარადისობასთან თანაზიარებისთვის. სწავლება დოგმატური, სწორი სარწმუნოების და სწავლება სულიერი ადამიანის სულის განვითარების, სულიერი ქმედებებისა და ღვაწლის შესახებ. და აი იოანე კიბის ამწერელიც ამგვარად არვითარებს თავის კიბეს ამ უსაზღვრო სიღრმის და სიბრძნის მქონე, სულიერი სიბრძნის მქონე წიგნს. ისიც ჯერ საუბრობს სწორ სარწმუნოებაზე და ამის შემდგომ უკვე გადადის სულიერ განვითარების საკითხებზე. და აი ყველა საკითხი, რომელიც ეხლაც საუბრობს იოანე კლემაქსი, ლოცვის, მარხვის, სიმდაბლის, მორჩილების, გონიერების
ყველა ეს საკითხი კავშირშია ღმერთთან. კავშირშია არა ისე, რომ ჩვენ ამას თუ ვაკეთებთ, მაშინ, ასე ვთქვათ, კიბეზე ავდივართ. არამედ კავშირშია თუ ჩვენ ამას ვაკეთებთ, ღმერთი ჩვენ გვაძლევს მადლს ამის კეთებისა და ღმერთს ავყავართ ამ კიბეზე. იმიტომ რომ ბრძანებს ღირსი მამა, რომ სიმაღლიდან გადმოვარდნილებიც მინახიაო. და ეს ზუსტად ამას ნიშნავს, რომ ღმერთს უნდა აყავდეს ადამიანი თავისკენ. და ყველაზე მეტად, რასაც ის ხას უსვამს კავშირს ღმერთთან, ყველაზე, ასე ვთქვათ, ხაზგასმულად აღნიშნავს. ეს არის სინანული და პირდაპირ ასე ბრძანებს ღირსი მამა, რომ სინანული ეს არის ჩვენი კავშირი ღმერთთან. ეს არის განახლება ნათლობისაო. ეს არის განახლება იმ დაკარგული კავშირის, რომელიც ადამიანს ღმერთთან ჰქონდა და იგულისხმება ადამის და ევას კავშირი სამოთხის ბაღში. უშუალო კავშირი, როდესაც ღმერთი ჩამოდიოდა ედემის ბაღში და ესაუბრებოდა ადამსა და ევას. ეს ჩამოსვლა, ხა ჩვენ ისე არ გავიგოთ, თქვათ მე რო ჩავდივარ სადმე ბაღში და იქ ვიღაცამ ხვდება. არა. ადამმა იცოდა, რომ ღმერთი გამოუჩნდებოდა და ეს გამოჩენაც, როგორ ვთქვათ, თვალით ხილული კი არ იყო ეს, თვალით ახვაქველი, არამედ იცოდა მისმა თელმა არსებამ, გონებამ, მისმა გულმა და ეს საუბარიც კი არ იყო ჩვენ რო საუბრობთ სიტყვიერად. ეს საუბარი იყო ადამის გონებისა და გულის გამბრძნობა. და ეს ხდებოდა ყოველდღიურად. მას ჰქონდა დასაწყისი თავისი და მას ჰქონდა დასასრული დღის მონაკვეთში. და ამგვარად ძვირფასო ძმანო და დანო, სწორი სარწმუნოება და სულიერი ქმედებები არის ჩვენი შემაკავშირებელი უფალთან. და ამიტომაც ეს კავშირი ჩვენ უნდა გავაძლიეროთ და ამ კავშირის გაძლიერებაზე უნდა ვიზრუნოთ ძვირფასო ძმანო და დანო ყოველდღიურად. ჩვენ ვიტყვით ქართველები არა თვალს მოაკლდაო, გულს მოაკლდაო. ფიზიკური მოქმედებაა, ხო, თვალს მოაკლდა და გულსაც მოაკლდა რაღაცა. კი გენატრება, კი გახსოვს, მაგრამ რაღაცად ისე ხშირად არ ფიქრობ ამა თუ იმ ადამიანზე. ყოველდღიურობაში არა გაქვს აზრი, ჩვენ უნდა შევხვდეთ, საქმე ერთად გავაკეთოთ, რაღაცა უნდა მოვიმოქმედოთ, რაღაცა. არის, თქვათ, ის ადამიანი, ვიცით, კიდევაც ფიქრობთ მასზე, სიკეთე გვინდა მისთვის, რა თქმა უნდა, მაგრამ ემოციები უკვე არ არის ისეთი და თქვათ, ის კავშირიც არ არის იმგვარი, აი
რასაც აი ყოველდღიურობაში ადამიანთან რომ გაქვს კავშირი და მთელი დღის განმავლობაში შეიძლება ერთად იყვეთ და რაღაცა საქმე ერთად აკეთოთ. და აი ამგვარად არის სარწმუნოებრივ ზრდაშიც. თუ ყოველდღიურად ჩვენ არ ვიფიქრეთ, თუ ჩვენ ყოველდღიურად არ გავაკეთეთ ის მცირე საკეთებელი, რომელიც ჩვენს ქრისტიანობას წარმოაჩენს არა სხვების წინაშე, არამედ ღვთისა და საკუთარი სინდისის წინაშე, თუ ეს ჩვენ საკუთარ თავს ყოველდღიურად არ დავავალეთ, მცირე ლოცვით, სახარების წაკითხვით, მარხვის დღეების შენახვით, ტაძარში დასწრებით, აღსარებითა და ზიარებით, ეს თითქოს ყოველდღიური, ასე თქვათ, ჩვენთვის ჩვეული ქმედებები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი. და ამაში ყველაფერში ჩვენ უნდა ჩავდოთ გრძნობა და დავინახოთ შინაარსი. რომ ეს არის კავშირი ღმერთთან. და ამის კეთებაში გრძნობა იმიტომაც არის საჭირო, რომ ეს კავშირი იყოს ცოცხალი და შეგრძნებადი ჩვენთვის. და აი დღევანდელი დღე ამას გვასწავლის ძვირფასო ძმანო და დანო. და აი ამგვარად, აი ასეთი განწყობით ჩვენ უნდა შევხვდეთ ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს და საერთოდ აი ამგვარად ასეთი შინაგანი გრძნობით ჩვენ უნდა დაველოდოთ იმ ჟამს, როდესაც შევხვდებით ქრისტეს. ანუ როდესაც დავტოვებთ წუთისოფელს და გადავალთ მარადისობაში. რაც უცილობელია, რასაც ვერავინ თავს ვერ დავაღწევთ. და ის რაც უცილობელია, განარჯობია რომ მზადყოფნაში შევეგებო ამას. და არ აღმოჩნდა იმ ჟამს უვიცი, შეშინებული. მე ასე არ ვფიქრობდი. ამიტომაც ძვირფასო მამანო, დედანო, ძმანო და დანო, გავამზადოთ ჩვენი თავი წმენით, ლოცვით, მარხვით, სიკეთით ქრისტესთან შესახვედრად. და თავად უფალი ჩვენი მოწყალე იესო ქრისტე და ყოველნი წმინდანი იქნებიან ჩვენი შემწენი ამ წმინდა და დიდ საქმეში. ღმერთმა დალოცვილი გამყოფოთ ყველას. ჩვენთან არის ღმერთი.